კი არის წლები გასული, მაგრამ ვინაიდან გააქტიურდა ეს თემა, მათ შორის იმით რომ თქვენი ლიდერი მივიდა საგამოძიებო კომისიაში, თქვენ როგორც ყოფილი სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, როგორ აფასებთ ბატონი გახარიას მაშინდელ გადაწყვეტილებებს, ნახეთ ხომ მძიმე შემთხვევები, როდესაც თქვა დასახიჭრდა ადამიანები, დაკარგეს თვალი, რამდენად გამართლებული იყო ბატონი გახარიას ეს თქვათ დაგეგმილი ოპერაცია ქვია ამას თუ რაც ქვია, ფაქტია რომ იქ ადამიანები დაზარალდნენ. რა ნიშანს დაუწევდით ბატონ გახარიას? ასე მე არ ვარ მასწავლებელი, ოდესღაც ვიყავი უნივერსიტეტში. როგორც უფლება დამცველი. ეხლა პირდაპირ გეუბნებით. ასე იგი, ახლა აღარა ვარ უფლება დამცველი და მაშინაც რომ ეძახოდი უფლება დამცველს, ვიძახოდი რომ ეს ძალიან დიდი პატივია. ესე იგი 20 ივნისის მეორე დღეს, როდესაც ყველა დაიმალა, ძალიან კარგად მახსოვს, იმედზე ჩავერთე და იქვე ვთქვი ჩემი პოზიცია და იგივე პოზიციას, რომ ძალიან მჭირდება და მე ბევრჯერაც მქონდა ესეთ რეაქცია, ძალიან მჭირდება სამართლიანი გამოძიება ამის, როგორც ერთ მხარეს, ისევე მეორეს, რა იყო ეს შტურმი, ვინ იყვნენ ეს კუნთმაგარი კაცები, რომლებიც რაღაცა დიდი რაღაცა რკინებით დარბოდნენ იქ და ჯოხებით და ანგრევდნენ და შეჭრას ცდილობდნენ პარლამენტში. როგორ მოხდა ის რომ ამდენი ჟურნალისტი დასახიჭრდა, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, რატომ მოხდა ეს ასეთი გადამეტება და ეს იყო ჩემი პოზიცია, ახლა იგივე პოზიციაზე ვარ. ჭირდება სამართლიანი გამოძიება დეტალურად. ძალიან სამწუხარო არის ის, რომ ქართულმა ოცნებამ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად გამოაცხადა ამნისტია. გამოაცხადა, კი ნახეთ, გამოაცხადა ამნისტია. ეხლა რაც შეეხება გამოძიებას, შინაგან საქმეთა მე როგორც ძალიან კარგად მახსოვს ეს ნამდვილად და ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, მანამდე არც ერთი შინაგან საქმეთა მინისტრი წარმოგიდგენთ ვანო მერაბიშვილი რომ იყო მისულიყო პროკურატურაში ის მივიდა როგორც მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი გამოძიებასთან თანამშრომლობის მიზნით პროკურატურაში და მისცა მოქმედმა თანამდებობის პირმა ჩვენება პროკურატურას რომელიც იძიებდა გიორგი გახარია ვერაფრით ვერ გამოიძიებდა საკუთარ თავის გამოიძიებდა თვითონ ანუ პროკურატურა იძიებდა მე გიორგი გახარია გახდა პრემიერ-მინისტრი შესაბამისად ის ვერც როგორც პრემიერ-მინისტრი გამოიძიებდა ამას ეს უნდა გაეკეთებინა პროკურატურას. ახლა ანუ თქვენი სურვილი არის რომ განვითარდეს. მაშინაც ვამბობდი რომ დაიწყოს კი არა დაწყებულია. გამოძიება თუ რა ქვია არ ვიცი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც ყოფილა ხო ამ საქმეზე. კი რა თქმა უნდა ის ამბობს რომ პრეტენზია სწორედ იმასთან დაკავშირებს სახელმწიფოსთან პრეტენზია არის სწორედ იმაზე რომ გამოძიება არ ჩატარდა სათანადოდ მაგრამ აქ პრობლემა გეტყვით ხედავ. ქართულმა ოცნებამ და დღეს ბევრს ვლაპარაკობენ ნაციონალურ მოძრაობამ დღეს რო ბევრს ვლაპარაკობენ აი ნაციონალურმა მოძრაობამ ქართულ ოცნებასთან ერთად ამნისტიას დაუჭირა ხარი. გიორგი გახარია პარტია საქართველოსთვის იმის დეპუტატები ამ პარტიის დეპუტატები იმ დროს პარლამენტში იყვნენ ის დეპუტატები რომლებიც იყვნენ ამ ამნისტიის წინააღმდეგი და ამბობდნენ აი ძალიან მხოლოდ ამბობდნენ ასეთ რამეს რომ რიგით პოლიციელებზე ამნისტიის თანახმავართ, მაგრამ პოლიტიკურ პირებზე არ იყოს ამნისტია. ქართულმა ოცნებამ ნაციონალურ მოძრაობასთან ასე შეხმატკბილებულად, ხელი-ხელ ჩაკიდებულად გამოაცხადა ამნისტია ამ საქმეზე. ეს არის ბანო მერაბიშვილის დროინდელი ტყვეები რომ გამოიყენეს, სულ რომ გამოძიებას თავი დავანებოთ. ვინ არის პასუხისმგებელი? ამაზე მე მაშინვე მქონდა განცხადება და მე სულ მაქვს ეს თემა და დღესაც შეუძლია მაგალითად ასე რო აცხობს რაღაცა ყოველ დღე მჭადებივით რაღაცა კანონებს და გვირთულებს ცხოვრებას ეგრეთ წოდებული ხელისუფლება მაგალითად ის რა ქვია მაგას რეზინის ტყვეებს რო ვეძახით არსენალში კანონის შესაბამისად მოხდა შეუძლიათ ეს ყველაფერი შეცვალონ მაგრამ მე რასაც ვუყურებ არათუ არ შეცვლიან ამას აი ხა ნახეთ ადმინისტრაციული პატიმრობის აუცილებლობა იყო მაგ ტყვეების გამოყენება ამას ვამბობთ ადამიანებმა თვალები დაკარგეს ხო სოფო კი ხო და ვინ არის პასუხისმგებელი ამ პოლიტიკურად მაინც ვინაა პასუხისმგებელი სამართლებრივ შო თავი დავანებოთ არის ხო მოდით ახლა ერთი წუთით
რაც ხო და პასუხისგებელი ვინაა, მე და თქვენ არ უნდა მკითხაობდეთ ახლა ამას და ეს უნდა ჩაეტარებინა გამოძიება, უნდა გადაედგინა გამოძიებას და არ უნდა მომხდარიყო ამნისტირება. მოხდა ეს ამბავი. ახლა ამნისტირება ვინც გააკეთა, მე და თქვენ შეგვიძლია გვიმკითხაოდეთ, ეს იქნება მკითხაობა. პოლიტიკურ პასუხისგებლობას რაც შეეხება, ეს არაერთ გზის გაუკეთებია ეს განცხადება, როგორც მოქმედ შინაგან საქმეთა მინისტრს თავიდანვე და შემდეგაც არასოდეს არ უარყვია ეს თავისი პოლიტიკური პასუხისგებლობა გიორგი გახარიას და ყოველთვის ამბობს ამას ამბობდა და ამბობს ამას, რომ მისი იყო ეს პასუხისგებლობა. არასოდეს არ გაქცეულა. რაში გამოიხატება მისი პასუხისგებლობა გადადგა? არა, როგორ გეკადრებათ, წავიდა და როგორც მოქმედმა შინაგან საქმეთა მინისტრმა მისცა ჩვენება პროკურატურას. ნახეთ, პოლიტიკური პასუხისგებლობა მისი არა, ხო და აი მაგაზეც მქონდა, კი, მახსოვს მაშინ ეს ნაციონალური მოძრაობა იძახო და უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი სასწრაფოდ და მაშინ მე ახაც მახსოვს ის ეთერი მახსოვს მაესტროზე მქონდა მაშინაც თქვი რომ გადადგომა არის გაქცევა უამრავი გადამდგარი გვინახავს და წასული და არავინ არაფერზე პასუხისგებლობა რო არა იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი არის რომ ახლა ის რაც მოხდა, რატომ მოხდა, ეს ყველაფერი სისტემამ შიგნიდან დაინახა, სისტემა შეიცვალოს. მან როგორც მოქმედმა პირმა, ესეც ახალი სტანდარტია, ახალი ქვეყანამ, რატო უჭერდი ქართულ ოცნებას აბა მაშინ იმ წლებში ამის მხარს? იმიტომ რომ ხედავდი რომ აჰა, ეს ახალი სტანდარტია, მოქმედი მინისტრი დადის დაკითხვაზე. ჩვენ რაღაცა ხედავთ, რაღაცა როგორ შეიძლება ახალი სახელმწიფო ავაშენოთ. აი ეს იყო, მიუხედავად უამრავი ხარვეზისა, შეცდომისა და გადაწყვეტილისა. რატო გამოიტანეს? რატომ გამოიტანეს სოფო, ხო? გამოძიებას რო თავი დავანებოთ, ხო? ხო, ძალიან საინტერესო იყო. ხო, არ ვისროდით ამ ტყუებს, ხო, ჩვენთან იყო ეს ამბავი, სამწუხაროდ. ხო, ნახეთ, ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი რამე თქვა ასევე გიორგი გახარიამ ამ კომისიაზე. არალეგიტიმურ პარლამენტში რომ მას და არც ერთ მის მოადგილეს არ გაუწია ბრძანება იმ ტყუების გამოყენების. აბა როგორ გაიტანეს? ხო და აი ნახეთ, ამიტომ ვამბობ რომ ისევ მკითხაობა არის ჩემი და თქვენი. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, საქმეების გამოძიება სამართლიანი და მოკვლევა თვითონ? რა თქმა უნდა. თვით რო ვიღაცა არა, რაზე გეკითხებით? ეს ტყუები რო გაიტანეს, გახარიამ როგორც მისვლაში და მოკვლევა დაიწყო, რატო გაიტანესო? აი ნახეთ, სად მივედით? აი როდესაც ვამბობ რომ, როდესაც მე ქართულ ოცნებასთან მაქვს პრეტენზია რომ ნაციონალური მოძრაობის, ესე იგი, ღირსეული მემკვიდრეა და აგრძელებს ამას. ეს არის ყველაზე მთავარი, მნიშვნელოვანი ნიშანი არის ის, რომ კოორდინაციაში თქვენ ხარ ზურაბიშვილთან ერთად ხოლმე ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად. ძალიან გითხარით მაგაზე ხარ, გვინდა ეს ახლა ჩახუჭრო, გითხარით ორ საკითხზე ვართ. ძევლების გათავისუფლება. არა, სალომე ზურაბიშვილის მიერ შემდგარ ფორმატზე და როგორც აგვისტოს ომის დროს ვამბობდი რომ ეშმაკს დაველაპარაკები, ჩემი ტყვე მომაძებრინათ ხო, იგივეს ვლაპარაკობ. ნებისმიერს დაველაპარაკები, ძევლები თუ ოღონდ გამათავისუფლებინა ის ბიჭები. რატო ზის ზვიად ცეცხლაზე? რატო ზის ზვიად საკრებულოში ცხოვნახეთ თქვენი კოორდინაცია. არანაირ სენაკის საკრებულოში ცხოვნახეთ. მოგიყვეთ ოცნების და ნაცების კოორდინაციის ამ უამრავი ამბავი შემიძლია მოგიყვეთ. თქვენ პარტიაზე უნდა აგოთ პასუხი, ხო? რა თქმა უნდა, გიყვებით ამას. არ არსებობს მტკიცებულებები. არ არსებობს მოწმეების რაღაცა ერთ ურთიერთ გამორიცხავი ჩვენებებია და აი ეს ახალგაზრდები, პატრიოტი, ბიჭების ხედან ციხეში დამამთავრებინათ რისკ მაწმიდა და წავალ. დიახ, ხალხ, უნდა გითხოთ კიდე რაღაც. ქართული ოცნებისა და ნაცმოძრაობის მთავარი ორი ესეთი ნიშანი. პირველი, ეს არის ის რეჟიმიც იდგა ერთი კაცის ნებაზე, ერთი კაცის მიერ, რა ვიცი, რაღაცა დალაგებული, აწყობილი სისტემა იყო და ახლაც ყველაფერი არის ერთი კაცი, როგორც ღმერთი თქვა რომ 100, ესე იგი 100-ია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, იმიტომ რომ შეუცდომელი ადამიანი არ არის, დემოკრატიული სისტემები იმიტომ არსებობს, რომ გადააზღვიოს, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ბალანსი და გადაზღვევა და შემოწმება სხვადასხვა სისტემების ერთმანეთის საქმიანობის. ეხლა მეორე, ყველაზე მთავარი, სასამართლო. ჩვენ აი ხა სულხან მოლაშვილი ახსენეთ დასაწყისში თქვენ თქვით. სულხან მოლაშვილის საქმის მოსამართლე, ვინც გაიმეტა იმ ჯოჯოხეთისთვის, ამ ესე იგი
მურუსიძეს სასამართლომ უვადო მოსამართლედ დანიშნა. სანამ არ გვექნება სასამართლო, იგივე სასამართლო გვაქვს, იგივე მონა და იგივე პერსონაჟებით. პერსონაჟებიც კი იგივე ვერ მიხედა პრემიერი, როცა იყო გახარია მე ამ სასამართლოს. აი მაგაზე თუ გითხარით აქ და ერთხელ ზუსტად თქვენთან ერთად ვილაპარაკობ და გიმეორებთ, იმიტომ რომ აგიხსნათ რომ პრემიერ-მინისტრი მასა სასამართლოს რეფორმას ვერ გააკეთებს. ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტი აკეთებს პოლიტიკას. პარლამენტში გახარიას პარლამენტში ნახეთ ახლა აი როგორ რაღაცას ვაპარაკობთ. სასამართლოს რეფორმა ვის უნდა გაეკეთებინა? ეს იყო უამრავი ადამიანი, ვინც ამ კონკრეტული საქმით უნდა დაკავებულიყო, დაწყებული დავით უსუფაშვილი, დამთავრებული, არ ვიცი ვინ, ირაკლი კობახიძე.